გამოსვლებს გავაკეთებთ. ანუ Word-ი ესე იგი ძირითადად როგორც ვიცით გამოვიყენებდით დოკუმენტების შესაქმნელად, თქვათ განცხადებები იქნებოდა ბრძანებები თუ ასე შემდეგ. Excel-ში კი ძირითადად უფრო გამოთვლები ხდება. ანუ Word-ის ესე იგი სამუშაო ფურცელი ვიცით რომ საერთოდ ცარიელი იყო, ანუ შევადაროთ. ხოლო Excel-ის ფურცელი აი უჯრებისგან შედგება. ეხლა რა დატვირთვა აქვს ამ უჯრებს და საერთოდ როგორ ხდება Excel-ში მუშაობა. მაგალითად, ყველა უჯრას აქვს თავისი მისამართი. რა იგულისხმება ეგ? თქვა თუ ამ უჯრაზე დავაწყაპუნებთ, ამ უჯრის მისამართი იქნება E5, ანუ გადაკვეთაზე. ამ უჯრის მისამართი C3, ამ უჯრის მისამართი J10, F17 და ასე შემდეგ. ეხლა რა საჭიროა ესეთი მიდგომა ამისთვის? აი ნახოთ ეხლა ეგ ყველაფერი პრაქტიკაში. მაგალითად, თუ მე ესეთნაირად ჩანაწერს გავაკეთებ, აი მაგალითად 5-ს ჩავწერ ამ უჯრაში, აქ ჩავწერ მაგალითად რაღაცა, თქვათ კიდე 5-ს და მინდა მათი ჯამი გავიგო. ეხლა მე თუ ჩავწერ ესეთ რაღაცას, რომ ესე 5-ს უნდა დავამატო 5, ხო? აი აქ ფორმულა უნდა ჩავწერო, როგორ შეკრიბავს აი ეს, როგორ შეიკრიბა ეს ორი რიცხვი. ყოველთვის უნდა დავიწყო ტოლობის ნიშნით. მე თუ ჩავწერ მაგალითად 5-ს პლუს 5 და enter-ს დავაწვევი, კი ბატონო, ჩამიწერა 10. მაგრამ მე რო აქ შევცვალო რიცხვი, მაგალითად, ხო? აქ უნდა შევცვალო რიცხვი 6. enter-ს დავაწვე. აი აქ მაინც 10 დამიტოვა. მიხვდით? ეხლა თუ აი ამ 5-ს კი შევცვლი მე 6-ით, კი ბატონო დამიწერს 11-ს, მაგრამ მე რო შევცვალო აი აქ 6 და enter-ს დავაჭირო. აქ მაინც 11 დამიტოვა. რატომ? იმიტომ რომ აქ ამ უჯრაში მე მიწერია 5 პლუს 6. და უშუალოდ ეს შეკრიბა ამან. მაგრამ მე რო ჩამეწერა აი აქ, ნახეთ ესეთი რაღაცა. უდრის აი ამ 6-ის მისამართი რა არის? H9, ხო? H9 არა, ბოდიში H8, მე 6-იანის მისამართი 8 არის, ხო? თან მოინიშნა, ნახე. ამას დამატებული აი 9 ესა აი 8 ბოდიში. ნახეთ? დამიწერა 12, ხო? აქ რო დავწერო მაგალითად 10 და enter-ს დავაწვე, უნდა დამიწერო რა? 16, ხო? აი, დამიწერა 16. ანუ ამით რისი თქმა მინდა ეხლა მე რომ თუ ამ უჯრაში ესეთი რაღაცა დავწერე რომ თქვა აი ეხლა აქ რო დავწერო მე რომ 10 პლუს 6, ხო? აი 10 მაქვს. დავწერე 6, კი ბატონო, დამიწერა 16. მაგრამ აქ რო შევცვალო მე 10. ნახე, აქ შეიცვლება ეხლა ქვემოთ და ზემოთ არ შეიცვლება, ნახეთ. აქ შეიცვალა 20-ით, მაგრამ ზემოთ არ შეიცვალა. რატომ? აქ მარტო 10 პლუს 6 მიწერია უშუალოდ კონკრეტული რიცხვები, მიხვდით? კონკრეტული რიცხვები, რაღაცა კონკრეტული რიცხვს მიუმატე კონკრეტული რიცხვიო. მაგრამ აი აქ რა წერია ვნახოთ? H8-ში აი აქ. H8-ში რაც არის ჩაწერილიო? აი აქაო. იმას დავუმატე, რაც ამ უჯრაში არის ჩაწერილიო. და ამ უჯრაში ხან ერთი რიცხვი იქნება ჩაწერილი და ხან მეორე, ხო? ანუ რახან აქ უჯრებს უმატებთ ერთმანეთს, ხო? ამით ვეუბნებით, რომ ამ უჯრაში რა რიცხვიც მოხდება, ის რიცხვები მიუმატე ერთმანეთს. გავიგეთ? რაზეა საუბარი? აი მაგალითად, აქაც აი ხა მოდი იგივე შეკრება გამოკლებაზე დაახლოებით იგივე. აი თქვათ რაღაცა რიცხვი ჩავწეროთ აი აქ, აქაც რაღაცა რიცხვი ჩავწეროთ, აი აქაც რაღაცა რიცხვი ჩავწეროთ. აი აქაც ჩავწეროთ რაღაც რიცხვი, აქაც რაღაც რიცხვი. და აქაც რაღაც რიცხვი. აი ეს. ეხლა მოდი გავაკეთოთ შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა. ყველა ვარიანტი ტოლობის ნიშნით ვიწყებთ და ნახეთ 8-ის მისამართი არის M8, ხო? M8.
თან ნახე მოინიშნა. თუ დავწერთ მაგალითად M9-ს, აი M99, სადღაც არის 99. თუ დავწერთ M9-ს, აი ქვემოთ ჩამოვა. ამით მივხვდები, რომ შეცდომით აიღე M9 კი არ უნდა აგვეღო, M8. შემდეგ პლუს მაგალითად 9-ის არის N8 ისე, ხო? აი N8. დამატებული N8. და ის შეკრიბავს 17. თუ აქ შევცვლით მაგალითად 9-ის ნაცვლად 99 ჩავწერთ. ნახეთ, ავტომატურად შეკრიბა. ეხლა გამოკლება იგივეა. 99-ის არის M9, აი აქ გამწვანებულია. M9, ესე იგი M9 და არა 99-ს არ წერ, ბოდიში M9. გამოკლებული 98-ის რა იქნება? N9 აქაც, ხო? N9. აი ერთიანი. ეხლა გამრავლება უდრის 98-ის მისამართი რა არის აბა მითხარით? 98-ის მისამართი. M10, კი, M10 მინუს N10, ხო? კი ბატონო. ეხლა ეგ რაც არ უნდა შეცვალო, ხო? ყველა ვარიანტში აქ რა გავაკეთეთ? გამოკლება არა. გაყოფა. აი გაყოფა არის ნახეთ დახრილი ხაზი. ესე იგი დავწერ და გამრავლება არის მაგალითად აი აქ გამრავლება გავაკეთოთ. გამრავლება არის ფიფკი, ხო? ესე იგი 6-ის მისამართია მიკროფონი მეგობრებო თუ არ გჭირდებათ. გამორთეთ. ესე იგი გამრავლება, ხო? უდრის 6-ის მისამართი არის M11 გამრავლებული, ანუ ფიფკია და ფიფკი იწერება shift-ით და 8-ით. N11-ზე, ანუ 8-ის მისამართი. კი ბატონო. კი ბატონო. ისმენთ. რა შეგჭირდება? Excel-ი? ეს ყველაფერი ექნება, რა შეგჭირდება. ანუ ის რაღაცა კიდევ ხოლმე რაღაც პრეზენტაცია გავაკეთოთ და ეს რა რა შეგჭირდება და ნახეთ შეიძლება იქ რაღაც ის ცოტა ისეთი გაურკვეველია ჩვენთვის. რატო რა ვერ გაიგეთ მითხარით? საოფისე პროგრამები? არა, კი ვიგებ, მაგრამ უბრალოდ ის ვერ გავიგე საოფისე პროგრამები ექნებს რატო გჭირდება? ელემენტარული განცხადების დაწერა არ უნდა შეგეძლოს? ელემენტარული რაღაც დოკუმენტის წარდგენა რო დაგჭირდეს. რაღაცის წარდგენა რო დაგჭირდეთ, არ უნდა შეგეძლოთ? რაღაცების გაკეთება? ელემენტარული ყოველთვის შეიძლება დაგჭირდეს რაღაც გამოთვლების ჩატარება მაგალითად სიტყვაზე. ან რაღაც დოზირების დროს, ან რაღაცის დროს. რომელიც მარტივად გააკეთებ და შეუცდომლად გააკეთებ. ხო და ამბობს საოფისე პროგრამები რაში მჭირდებაო და რა ვიცი თუ პრეტენზია გაქვთ შეიძლება განათლების სამინისტროს მიმართოთ განცხადებით, ხო გასწავლეთ Word-ში განცხადების დაწერა. დააწეროთ და გადააგზავნოთ. რა პრობლემაა? არა, უბრალოდ ეს რიცხვები მას მიხდებოდა რა ქვია, რიცხვებზე ვიკი. ხო და რაღაცა ელემენტარული გამოთვლების დონეზე რო იცოდე მაგალითად, ხო? რაღაც გამოთვლების მინიმუმი გამოთვლების ჩატარება რო შეგეძლოს რაღაცის. ან რაღაცის დოზირების დროს, ან ელემენტარული პროცენტის გამოთვლა დაგჭირდეთ შეიძლება მაგალითად, ხო? და მარტივად გააკეთებთ პროგრამაში. ეხლა მაგალითად ჯერ ერთი აქ საუბარი არ არის იმაზე რომ მაგალითად აი ექთნები ხო გასაგებია მაგრამ ყველა ხო რაღაცა მაშინვე თავისი პროფესიით არ იწყებს მუშაობას ხო შეიძლება რაღაცა აი თუნდაც მაგალითად რა აი ხა მოდი ეს რიცხვები რაში გჭირდება უფრო კონკრეტულად გავაკეთოთ ამის მაგალითი აი მაგალითად ეხლა ესეთი რაღაცა გავაკეთოთ აღეთ რაზე მაქვს საუბარი მოდი ეს გავასუფთავოთ
აი მაგალითად მოდი ავიღოთ ესეთი ცხრილი. ეხლა ცხრილი აქ როგორ იხაზება? მაგალითად, აი მოდი მოვნიშნოთ ჯერ და მე აქ არის როგორც Word-ში ვაკეთებდით. ნახეთ, აი აქ Word-ში ვაკეთებდით ესეთ რაღაცას, აი all borders. აი, მივიღეთ ცხრილი. როგორც Word-ში ვიყენებდით, აი ამ ხელსაწყოს ხო, აქედან ჩამოვშლიდით და აქ outside border და მსგავსი რაღაცები გამოყენებული გვაქვს. აქაც აი all borders. ოღონდ ჯერ მონიშნვას ვაკეთებ და ახლავით თუ რამხელა ცხრილი გვინდა იყოს. და აი აქაც მე უკვე აქედან ვიმართავთ როგორი სტილის ჩარჩო გვინდა კონდეს. უჯრის გაერთიანება აქაც დაახლოებით იგივე ვარიანტია, მონიშნავ და მეირს მისცევ, აი არჩევ ამ ღილაკს თუ არა და აქ ჩააცკაპუნებთ, მე შემდეგ shift-ი და შემდეგ აი ჩააცკაპუნებ ბოლოში. ეს Word-დან ვიცით ეს ყველაფერი და აი აქ მეირს საშუალებით გააერთიანებ. ეხლა მოდი ძალიან მარტივ მაგალითზე გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მაგალითად გვჭირდება ნუ რაღაც იყოს თუნდაც აი მაგალითად ეხლა თემიდან გამომდინარე იყოს რაღაცა თუნდაც აფთიაქი, ეს თქვენ აფთიაქზე თქვენ გააკეთეთ მაგალითად. მე გავაკეთებ რაღაც მარკეტზე. აი მაგალითად მარკეტი. მაგალითად ამ მარკეტში არის რაღაც პროდუქტები თუ გნებავთ და თქვენი თემის მიხედვით გააკეთეთ მე. ნუ აი ავიღოთ მაგალითად კომპიუტერი. შემდეგ ნახეთ ეხლა აი აქ Word-თან თუ რო გავავლოთ პარალელი. ნახეთ შეხედეთ რა ხდება, მაინც გაგახსენებთ. თუ Word-ში ჩვენ ესეთ რაღაცას ვაკეთებდით. აი ნახეთ, ესეთ რაღაცას ვაკეთებდით. აი ცხრილს ვიღებდით და აი ჩავწერთ რაღაცას, ხო? შეგვეძლო აი მიგვეტანა გამყოფ ხაზზე. ის არის შეიცვლიდა ფორმას და შეგვეძლო გაგვეწია უჯრა, აი უშუალოდ აქედან. მაგრამ ნახეთ Excel-ში რა ხდება? Excel-ში აი აქვე ვერაფერს ვერ გააკეთებ. აი გამყოფ ზოლზე, B-სა და C-ს გამყოფ ზოლზე, აი აქ ორჯერ დაწკაპუნებით. ნახეთ, როცა კურსორი მიიღებს ასეთ შავი ისრის ფორმას და აწკაპუნებ და უჯრა გაიწევა. ორჯერ დაწკაპუნებით. შეიძლება ხელითაც გაწიო ესე. მაგრამ ორჯერ დაწკაპუნებით, აი ავტომატურად ზუსტად მოერგება იმ ჩანაწერს. რაღაცა მაგალითად ტელეფონი. მაგალითად იგივე პლანშეტი. ნოუთბუქი. ჩავწეროთ რაღაც ტელევიზორიც. აქაც აი შეგვიძლია გამყოფ ზოლზე ავიდეთ ორჯერ წკაპით და უჯრა გავასწოროთ ასე ვთქვათ. შემდეგ რაღაც ესეთი ჩამოვწერეთ მაგალითად ასე ვთქვათ ესეთი პროდუქცია, ხო? ერთი ვარიანტი კიდე ნახეთ, აი ახლა დასათაურება მინდა პროდუქციის, ხო? იმიტომ რომ მე ახლა აი აქ რო დავწერო მაგალითად რაოდენობა, ხო, სიტყვაზე. აი თქვათ კომპიუტერი გქონა, თქვათ რაღაცა 100 ცალი, რაღაც ტელეფონი თქვათ 200 ცალი, პლანშეტი თქვათ რაღაც 123 ცალი, ნოუთბუქიც რაღაც 321, ტელევიზორიც რაღაც 124 და ასე შემდეგ, ხო? ეხლა თქვათ რაღაც რაოდენობა გავყიდეთ, ხო, სიტყვაზე, 100 ცალიდან მაგალითად გავყიდეთ 60 ცალი. აქ 200-დან გავყიდეთ 123, აქედან თქვათ რაღაცა 11, აქედან 21 და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ეს რა რიცხვებია აი აქ, ხომ უნდა ვიცოდეთ, რომელი რას ნიშნავს და ასე შემდეგ. ამიტომ აქ დავჩართ ჩვენ ერთი რო არ წავშალოთ თქო მაგას გეუბნებით. ერთი ესეთი ჩასამატებელი სტრიქონი, ხო? აქაც შემდეგნაირად ვიქცევით, აქ insert ღილაკზე გადავდივართ და insert row. ნახეთ, იმიტომ column არის სვეტი, row არის სტრიქონი, აი ჩაიმატა. აქედან გამომდინარე, აქ დავწერ რას? პროდუქცია. აი პროდუქცია. შემდეგ რაოდენობა.
აქაც ნახეთ, უჯრას გავასწორებ, აი აქ დაწყაპუნებით, აი ეს. რაოდენობა და აქ მაგალითად გაყიდული. აი ესე. აქაც უჯრას შევასწორებ, აი, ორჯერ წყაპით აი აქ. ეხლა რა, უნდა გავიგოთ ნაშთი. ანუ დარჩენილი რაც არის. აი ესე. აი აქ დავაწყაპუნეთ all border-ზე და აქაც მოდი ვარემას უზეთ შევქნათ აი აქ. გამოვკვეთოთ ეს უჯრებით. და აქ პროდუქციას რამდენსაც გინდა იმდენს ჩამოწერ, ანუ რაც გექნება და ასე შემდეგ. ეხლა როგორ გავიგოთ ნაშთი რა დაგვრჩა? ანუ რა მოქმედება უნდა შევასრულოთ? ანუ რაღაც რაოდენობა გქონდა, რაღაც რაოდენობა გავყიდეთ. ანუ როგორ უნდა ვიანგარიშოთ პროგრამულად, რომ რა დაგვრჩა? ანუ რა მოქმედება უნდა შესრულდეს? ვერ მეტყვით ვერავინ? უნდა გამოვაკლოთ ეხლა უნდა გამოვაკლოთ 160. 160. ოღონდ ნახეთ ესე ვერ დავწერთ, აი მაგალითად უდრის 100 მინუს 60. და რატო ვერ დავწერთ? მაგალითად კიდე გავყიდეთ 70 გავყიდეთ, ხო? ნახეთ, მაინც 40 დარჩა აქ. რატო? იმიტომ რომ უშუალოდ კონკრეტულ რიცხვებზე წერია გამოკლება. ამიტომ რას ვაკეთებთ? C6 კი, 100-ის მისამართი არის C6. ლათინურზე გადავიყვანოთ. C6 მინუს D6, ხო? D6. აი 30. ეხლა კიდე გავყიდეთ სიტყვაზე, ხო? 80. აი დარჩა 20, ანუ ავტომატურად შეცვალა. ანუ ცხრილს ააგებთ ერთხელ და ყველაფერი მერე უკვე ციფრები ცვლით, ავტომატურად ანგარიშდება. იგივეს გავაკეთებთ აქაც, ხო? აი ყველა იმაზე მაგალითად. მერე ავტომატურ დათვლასაც გასწავლით, ანუ ერთს გამოთვლი აი აქ და ავტომატურად დაითვლება ყველა, მაგრამ მოდი ჯერჯერობით ვეჩვიოთ, რას ვაკეთებთ. ანუ უდრის ეხლა მაგალითად C7, ანუ C7 მინუს D7, ხო? D7. შემდეგ უდრის C8 მინუს D8. ანუ უჯრის მისამართებით მუშაობთ. აქაც C9 მინუს D9. და ერთიც გავაკეთოთ C10 მინუს D10. 10 აი ეს. ანუ ეს ახლა ჩვენ ხელით ვაკეთებთ, იმიტომ რომ სადღაც აი 3-4 პროდუქტი გვაქვს თუ 5, მაგრამ როცა 100 პროდუქტი გაქვს სიტყვაზე რაღაცა ჩამონათვალი, ხო? ერთს გააკეთებ და ავტომატურად ითვლება 100-ვე, მაგრამ მოდი ჯერ მანამდე მივიდეთ. აქაც არ ჩანს ჩარჩოები კარგად მოვნიშნოთ და აი აქ აი მოვნიშნოთ ეს და აი აქ all borders. აი ეს. ნუ ეხლა შეგვიძლია ჩვენ ესე იგი დავითვალეთ თუ რა პროდუქცია დაგვრჩა ასე ვთქვათ, ხო? მოდი დავითვალოთ მაგალითად ფასებიც ვთქვათ რა გადავიხადეთ. ვთქვათ აი ელემენტარული ვთქვათ რაღაცა სააფთია ქოქსელივით გაქვს და იქ რაღაცებს აკეთებ ხომ მსგავს რაღაცას ეხლა რაღაც მიდგომით უნდა მიუდგე რომ გჭირდება რაღაცაში. ნაშთი მაგალითად ფასი. მოდი დავწეროთ. ეს არის ასაღები ფასი, ან შესყიდვის ფასი, ხო? შესყიდვის ფასი. მოდი უჯრაც გავასწოროთ. და გასაყიდი ფასი. აი ეს. აი მაგალითად რაღაც თქვათ კომპიუტერი ხის რაღაც 300 ლარი. ტელეფონის რაღაც თქვათ 500 ლარი. პლანშეტიც რაღაც 345 ლარი. ნოუთბუქიც თქვათ იყოს 560 ლარი. ანუ ტელევიზორიც რაღაც 300 ლარი. გასაყიდი ფასი ახლა ბუნებრივია. მეტი იქნება.
მაგალითად 345 აქ ამ შემთხვევაში 555, ну აქ პირიქით გასაყიდი მეტი უნდა იყოს, ხო? რაღაც 455, 654 და აქ რაღაც 456. აი ეს. ახლა აქ შემიძლია ვიანგარიშო მაგალითად მოგება. ხო? ახლა როგორ უნდა ვიანგარიშო მოგება და რა მოქმედება უნდა შევასრულო? აქ ვინ შემიძლია? ვის შეუძლია დამეხმაროს აი აქ. ესეთ შემთხვევაში. როგორ ვიანგარიშო მოგება. ანუ 300 ლარად ვიყიდე, 355-ად გავყიდე. მოგება რამდენი მქონია? 45 ლარი. ხო, და როგორ გავიგო ეგ, რა მოქმედებით გავიგო? აქაც 345 უნდა დააკლოს 300. დიახ, კი ბატონო, იმიტომ რომ იმ 345 ლარში 300 ლარი ხო ჩემი არის გადახდილი, როდესაც ვიყიდე, ხო? ამიტომ ესე იგი უდრის ანუ გასაყიდფას მაგამ G6 კი ბატონო G6, ანუ გასაყიდფას ვაკლებთ შესყიდვის ფას, ხო? G6 minus F6. კი, F6. აქაც ანალოგიურად G7 minus F7. შემდეგ აქაც ოღონდ ტოლობის ნიშნით აუცილებლად ფორმულა იწყება ტოლობის ნიშნით, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი მომენტი. G8 minus ასე ვთქვათ, ეცუთი აქ რაღაც. ესე იგი უდრის G8 G9 ამ შემთხვევაში G9 minus F9, ხო? F9 და ესეც ვარი, აქ იქნება G10 minus F10. აქ რაღაცა ის 455, ნახე რაღაც შეცდომასავით არის 455 რო ეს გამოვაკლოთ, მაინც 455-ია მიღებული. ამიტომ მოდი აქ ნახეთ ორჯერ წკაპით. ნახოთ რა პრობლემა გვაქვს, ხო? ორჯერ წკაპით. შევალთ და მარტო G8 გვიწერია, ხო? minus F8. უდრის, აი ეს. აი ესეთი რაღაცა მივიღეთ მოკლედ, ხო? მე შემიძლია აქ მერე თუ რაღაცა იქნება დამატებით, ხო? რაღაცა მათი ვარი ან რაღაცა, ხო? არ არის პრობლემა, ცხრილში დავამატებ, მაგრამ ამით ისე თქვა მინდა რომ თუ ერთი რაღაცა ანუ ერთჯერ გავაკეთებთ ამ ცხრილს, მარტო რიცხვები შეიცვლება ავტომატურად, ასე ვთქვათ, გეთება დანარჩენი ყველაფერი. აი მაგალითად ესეც რაღაც ვთქვათ 123 რაოდენობის გვაქვს. გავყიდეთ რაღაცა 100. ნახეთ ავტომატურად დაითვალა, ნაშთი როგორც კი გადავედი, ხო? შემდეგ შეწყიდვის ფასი თქვათ რომ ვიყიდეთ რაღაც 455 ლარად, გავყიდეთ რაღაც 555-ად, ნახეთ გადავედი და ავტომატურად დაითვალა რომ ასეა ფორმულის ჩაწერა არც დამჭირვებია. მიხვდით? ანუ ესეთი ვარიანტია მაგ. ასევე შემიძლია დავითვალო სულ რამდენი დამჭა მოგება, ხო? ნახეთ უდრის და ახლა ნახეთ რა ამას ესე გასწავლით ავტომატურად, იმიტომ რომ მე რო არ დავითვალო რომ უდრის, მაგალითად 45-ის მისამართი რა არის? H6, ხო? აი რო არ დავითვალო რომ H6, მოდი ლათინურზე გადავიყვანოთ. H6, მერე პლუს H7 პლუს H8 და ასე შემდეგ, ესე რო არ მოვყვე, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ეს ახლა რამოდენიმე ძალია და მაგიტო ვაკეთებთ ესე H10 და პლუს H11, აი ყველას ჩამოვყევი სათითაოდ. დავაწექი Enter-ს და აი მივიღე 550, ხო? 550. ეხლა ეს შემეძლოს რანაირად გამეკეთებინა. შეხედეთ? ეხლა ეს კიდევ ერთხელ აღნიშნავ 5-6 ცალი გვაქვს. ანუ ეგ არის მის ხმა. ხმა ისმის წვეტილად. ჩემი ხმა ისმის კარგად? ანუ ეგ მარტივი ფორმაა, ხო თქო? ყველა ერთ-ერთ რა მარტივი ფორმა? ვერ მივხვდი მარტივ ფორმაში რას გულისხმობთ?
ანუ შეხედეთ, მოდი დავასრულებ აზრს და მე კიდე კი ბატონო მკითხეთ. ანუ ესე იგი მე რა გავაკეთე ამით, რომ სათითაოდ ავიღე უჯრები. მაგრამ ეს ბევრი როცა მაქვს ამას ხო ვერ მოვახერხებ. ამიტომ ნახეთ რას ვაკეთებ. მოვნიშნავ მთლიანად, მოვნიშნავ. ეხლა პირველი მონიშნული არ გეგონოთ რომ შეფერადებული როცა არ არის, მონიშნული არ არის. ნახეთ. მოვნიშნავ მთლიანად. ჩამოტარებით ან პირველ უჯრაზე დავაცკაპუნებ, შემდეგ shift-ზე დავაცკაპუნებ და შემდეგ ბოლო უჯრაზე დავაცკაპუნებ, მაინც მოინიშნა, ხო? და ამის შემდეგ ნახეთ, აქ არის ესეთი რაღაც. სამ დაჯამება, ნახეთ. დავაცკაპუნებ და იგივე 550 მომცა. მაგალითად შეწყიდის ფაში რამდენი გადამიხდია, რომ დავიანგარიშო? ანუ მოვნიშნავ და ესე არ დავიწყებ, რომ უდრის ამ f6 + f7 და ასე შემდეგ, ხო? მოვნიშნავ და აქ დავაწვევი 3-ს. გაკეთდება ის. კი. ავტომატურ დაჯამებას გავაკეთებ, ეს. იგივე შემეძლო გამეკეთებინა გასაყიდ ფასზეც. ანუ მოვნიშნე, გავაკეთე ავტომატური დაჯამება და ეხლა ნახეთ შემეძლო რამე, ამას გამომეკლო ეს და მიმეღო იგივე მოგება, ხო? ამის 2460-ის მისამართი რა არის? F12, ხო? F12-ს თუ პირიქით ბოდიში ამას გასაყიდვას G12-ს უნდა გამოვაკლო F12, ხო? F12. იგივე 550 მივიღე. მიხვდით? ესეთი რაღაცა შემეძლო გამეკეთებინა. კი ბატონო, აბა შეკითხვები ვის რა გვაქვს და რას მეკითხებოდით, რაღაც ხმა არის მოდა ნორმალურად. შეკითხვა გვაქვს ვინმეს რამე? ანუ ესეთი მარტივი გამოთვლები შეიძლება. აქ Excel-ი ზოგადად კიდევ ერთხელ აღნიშნავ, არის ძალიან ამოუწურავი თემა რა. ძალიან ესე იგი უსასრულო შესაძლებლობები აქვს Excel-ს. მოკლედ, ესე იგი, ჩამოვყალიბდეთ, ანუ ნახეთ, თუ ერთ ცალზე მივიღე 45 ლარი მოგება, 80-ზე მივიღებდი 80 ჯერ 45-ს. ხო? აქედან გამომდინარე გამრავლება გაკეთდება. მაგრამ 80-ს გავამრავლებ 45-ზე თუ 45-ს გავამრავლებ 80-ზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, უდრის 80-ის მისამართი არის D6, ლათინურზე გადავიყვანოთ. D6 გამრავლებული არის ფიფქი, ანუ ფიფქს წერთ shift და V8-ზე დაჭერით. ესე იგი 45-ის მისამართია H6. უდრის 3600 ლარს. ასევე იგივეს გავაკეთებ, ასე ვთქვათ. D7 გამრავლებული H7-ზე. ანალოგიურად აქაც D8 გამრავლებული H8-ზე. ანალოგიურად აქაც D9 გამრავლებული H9-ზე და ასე შემდეგ. H9-ზე. პარემ ესეც ვასრულოთ D10 გამრავლებული H10-ზე. D11 გამრავლებული H11-ზე. ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. და რატო გეუბნებით რომ ერთი რო გაკეთდება, სწორედ ააგებთ ერთს, ავტომატურად მთლიანად იცვლება მე წყლის სტრუქტურა ამ იმაში რიცხვებში. ნახეთ. მე ხო აქ 80 გავყიდე. ხო? თუ გავყიდი 90-ს, ნახე, აქაც შეიცვლება რა თქმა უნდა სრული მოგება. ნახეთ? აქაც შეიცვალა, ხედავ, რატო? იმიტომ რომ ეს უჯრები ერთმანეთია დამოკიდებული, ხო? თუ სრული მოგება გაყიდულობა. ანუ პირველ გრაფაში, რასაც და მეორეში, რასაც შევცვლით, ავტომატურად მოგებას მე თავისით შეცვლით, ხო? ხო, იმიტომ რომ ნახე სრული მოგება ხო გაყიდულ რაოდენობაზეა დამოკიდებული.
და აქაც შეიცვალა რა თქმა უნდა. მაგრამ მე რო ნახეთ ფასი გავყიდ, ფასი ავწიო, შეხედეთ გასაყიდი ფასი თქვა 500-ია, ხო? 500. აქ ეხლა ერთ ცალზე მოგებად შეიცვლება და სრული მოგებად შეიცვლება. ნახეთ? აი ორივე შეიცვალა, ხედავ? და ასე ანუ ერთხელ ააგებ ამ სტრუქტურას და მერე შენი დავალების შესაბამისად შეცვლი რიცხვებს და ასე შემდეგ, ანუ რა დავალებაც გექნება, რა ამოცანაც გექნება, იმის მიხედვით ააგებ მე აი ყველაფერს. ანალოგიურად აქაც რა თქმა უნდა, დაჟე აქაც იცვლება, ხო? აი გასაყიდი ფასი რო შევცვალე, მე უკვე აქაც შეიცვალა ფასი, აქაც შეიცვალა და ასე შემდეგ. ეხლა მოდი ეს დავიანგარიშოთ, მაგალითად მოგება სულ რამდენი იყო ყველა პროდუქციაზე, ხო? მოვნიშნავ და აი აქ ავტომატურ დაჯამებას გავაკეთებ და არა ცალ-ცალკე, ხო? უდრის აი ამას უჯრას პლუს ეს და ასე შემდეგ. აი აქ ავტომატურ დაჯამებას გავაკეთებ და აი დაჯამდა ავტომატურად. ეს არის 42831. ეხლა აქ კიდე რა შეიძლება მაგალითად გაკეთდეს. როდესაც მოგებას ვანგარიშობთ, აქ პლუს უნდა იანგარიშოს საშემოსავლოც მაგალითად, ხო? საშემოსავლო. აღარ მოდი დავწეროთ ქართულად. საშემოსავლო. ეხლა ნახოთ ვინ იცის რა არის საშემოსავლო, აბა ვის შეუძლია რაღაცები მითხრას ამის შესახებ. რამდენმა იცით დაახლოებით? რაღაცა გადასახდელი რო ახვალმე, კი. სახელმწიფოს რო უნდა გადავუხადო. ხო, კი ბატონო, ანუ საშემოსავლო რაღაცა დაქვითვაა რა, ასე ვთქვათ. ეხლა ნახოთ რაზეა პროცენტის, რაღაც პროცენტის. კი, რაღაც ნახოთ რაზეა საერთოდ საუბარი ეხლა აი აქ. ეხლა ნახოთ, საშემოსავლო არის, მე მგონი 22%-ია, თუ 20 თუ 22, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში თავარია პროცენტზე მუშაობა ვიცოდეთ ჩვენ როგორ ხდება. და აბა პროცენტი შეიძლება მითხრას ვინმე რა არის, როგორ ვიცით. ესე იგი რომ 1000, ანუ ჯამის პროცენტი გვინდა ალბათ, ხო? აი ვთქვათ მაგალითად 1800-ის 20% როგორ შეიძლება გამოვიქცეთ. 1800 გამრავლებული 20 და გაყოფილი 100-ზე, ეს არის პროცენტი 1800-ის. კი ბატონო, ეს არის მათემატიკური, კი ბატონო, სრულად. ესე იგი უდრის 1800 ამ შემთხვევაში ჩვენ 1800 რო დავწეროთ, აი 1800 უნდა გავყოთ. გავამრავლოთ 20-ზე, ბოდიში. გავამრავლოთ 20-ზე და გავყოთ 100-ზე. ხო, თუ 20%-ია, ხო, ბუნებრივია. ხო, 20% პროცენტი. ესე იგი 360 ლარია, მაგრამ შეხედეთ მე თუ ეხლა აი აქ მაგალითად გავყიდე თქვათ ამ ფასი შევცვალე მაგალითად აი გასაყიდი ფასი 550 გახდა, ხო? შეიძლება 1800-იც, ნახეთ? მაგრამ 360 დარჩა აქ ისევე. შეიძლება მითხრათ ასე ანუ საშემოსავლო არ იცვლება. ხო, რატო არ შეიცვალა? შეიძლება მითხრას ვინმე რამე როგორ გავაკონტროლო ეს? უჯრების მისამართით უნდა გავაკეთებინოთ. ხო, დიახ. აი შევიდეთ აი აქ და ვნახოთ რომ 1800 კი არ და 1800 დაგვიწერია ჩვენ კონკრეტული რიცხვი. უნდა ჩაგვეწერა აი 6, ხო? 2200, ხო, უკვე ის i6 თუ i6. ხო, 6. აბატონ. ეხლა მე თუ შევცვლი აი აქ მაგალითად 550-ის ნაცვლად დავწერ 600-ს. ნახეთ ეს ორი უჯრა შეიცვლება. აი, ავტომატურად შეიცვალა. ანუ ერთ გააკეთებ და ყველაფერი მე თავისით მიდის. ოღონდ ერთხელ უნდა ააწყოს სრულად, სწორად. ესე იგი უდრის ამ შემთხვევაში i7, ეხლა ამაზე მაქვს საუბარი 6700 რაღაცაზე. i7 უნდა გავამრავლოთ 20-ზე და გავყოთ 100-ზე. ანუ რაღაცა რიცხვის პროცენტი რო გვინდა, ესე იგი იმ რიცხვს ვამრავლებთ იმ პროცენტზე, რა პროცენტიც გვინდა და ვყოფთ 100-ზე. ეს არის პროცენტის გამოთვლა. აქაც უდრის. ესე იგი i8 გამრავლებული 20-ზე და ნახეთ აქ ხო ვაკეთებ ჩვენ გაყოფილი 100-ზე. ნახეთ Excel-ში რა არის? უდრის. ესე იგი ნახეთ დავწეროთ i9
გამრავლებული 20 და ნახეთ გაყოფილი 100-ზე აღარ გვინდა მაგალითად პროგრამა გვაძლევს ამის საშუალებას 20 და პროცენტის ნიშანს მიუწერთ 20%-ზე და პირდაპირ კეთდება ეს ანუ აქ აღარ გვჭირდება ჩვენ ასე ვთქვათ გაყოფილი 100 იმიტომ რომ პროგრამა იძლევა ამის საშუალებას ესე იგი აქაც აი 10 გამრავლებული 20 და ეგრევე პროცენტს მიუწერთ და ჩვეულებრივ ანგარიშობს პროგრამა აი ამას ესე იგი აი 11 გამრავლებული 20%-ზე. აი ეს. ესე იგი საშემოსავლო დავითვალეთ და ეხლა ჩვენ გვინდა მაგალითად აი სუფთა მოგება, ხო? ეხლა ნახეთ რატო ვანგარიშობთ აი ამ სუფთა მოგებას და რაზე მაქვს საუბარი, შეხედეთ? ესე იგი სუფთა მოგება. ესე იგი სუფთა მოგება იქნება, სრულ მოგებას რო დავაკლოთ საშემოსავლო ალბათ, ხო? კი, ოჩახ, კარგია. ანუ ესე იგი მე აი ეს მათემატიკაში კარგად ვარ. ოჩახ, კარგია. იმიტომ რომ ეხლა მაგალითად შეხედეთ ლოგიკურია რომ ეს მოგება გქონდა ჩვენ, მაგრამ საშემოსავლო წაგვართვეს, ხო? გადავიხადეთ. ესე იგი თავისთავად უნდა გამოვაკლოთ, ხო? აი ამ 2007-ას ანუ i6, აი 6 უნდა გამოვაკლოთ. აი 6 უნდა გამოვაკლოთ. G6. G6. და ეს იქნება ჩვენი მოგება, ანუ 2700 ლარიდან 27000 ლარიდან 21600 ლარი გვაქვს ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენი მოგება სუფთად დარჩენილი. აქაც უდრის და ანალოგიურად ასე გავყვებით, რომ ესე იგი i7 გამოვაკლოთ G7. და მივიღებთ ესე იგი ჩვენ ასე ვთქვათ მოგებას, ანუ რაც ჩვენ დაგვრჩა საბოლოო ჯამში. აი ესეთნაირად. G9-ს ასა G არა. i9-ს მინუს G9 ეს. და აქაც შეგვიძლია ჩვენ ახლა მე სუფთა მოგება ავტომატურად დავითვალოთ, აი ნახოთ ეგეც. ანუ საბოლოო ჯამში საერთოდ ამდენი გვაქვს ეს სუფთა მოგება. პარემ ესეც გავაკეთოთ. G11, გარდა i11 მინუს G11. ანუ ჩვენ ახლა აი მაგალითად საშემოსავლოს საბოლოო ჯამში რამდენი გადავიხადეთ. ამას გავარკვევთ, მოვნიშნავთ და აქ ავტომატურ დაჯამებას დავაწვევით. და სუფთა მოგება საბოლოო ჯამში ყველა პროდუქციაზე რამდენი დაგვრჩა, ამასაც მოვნიშნავთ და აი აქ ავტომატურ დაჯამებას დავაწვევით აი. დაგვიჯამა აი ესეთნაირად. კარგით, მოკლედ აბა ვის რა დავალება გვაქვს, დავალება რა შეკითხვა გვაქვს, რა გავიგეთ, რა ვერ გავიგეთ და ასე შემდეგ. ეხა ეს წელი ისე მემარტივა ბატონო გიორგი რომ გონი worst job-ია. არა, იცი რა არის, სან გამოსადეგი პროგრამა არის, იმიტომ რომ ჯერ თუ ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს, მე ჩვენ ნახავთ ესეთ რაღაცებს.